მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლები რადიომშენებლობიდან შალვა რამიშვილი თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემა შალვა რამიშვილის დილა მე და კაქტუსი თორღვა მოგესალმებით მაესტროს 352 სტუდიიდან მე იმყოფება ასეთ ეგზოტიკური სახელი მინდა მოვიფიქრო არც ეს დრო არ არის შორს ჩემო ძვირფასებო ჩვენ ტელეფონის ნომერია 2400030 ჩვენი გადაცემის სტუმარია ბატონი მერაბ თავაძე ეს არის კინორეჟისორი მსახიობი ყველაზე ცნობილი მისი როლი გახლავთ რეზიკოს როლი გაცემ ფილმში თოჯინები იცინიან კარგი ფილმი იყო და ბევრი ფილმი და ბევრი როლი აქვს შესრულებული ბევრი ფილმი აქვს გადაღებული ამ კაცს მოვა დაახლოებით 1 საათში 2400030 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი ჩვენი გადაცემის ფორმატი თავისუფალ თემას ითვალისწინებს და თქვენ შეგიძლიათ დარეკო და რაღაცები გითხრათ არის გვაქვს კონტაქტი სერგი გამახსენდა გვარჯალაძე ალო Maestro, გამარჯობათ. გამარჯობათ, სალვა. როგორ ძანდებით? ტელეფონში მომისმინეთ და ისე ისაუბრეთ და თუ შეიძლება რადიოს და ან ტელევიზორს ჩაუწეთ, იმიტომ რომ დაგვიანებით მოდის ხმა. დიახ. კარგით, რა გქვიათ თქვენ? როგორ მოგმართოთ? მარინა. გისმენთ მარინა. იცით რა მაინტერესებს, გუშინ თქვენს გადაცემაში იყო სოციალური კოდექსი თუ რაღაც ესეთი თემა იყო. კი. ბიჭი შემოვიდა ვიღაც სტუდენტებთან დაკავშირებით. მე სტუდენტი მყავს შვილი. დიახ. და ხომ არ იცით რამე გამოხმაურებამ როგორც გავიგე, ისინი უგზავნიან ორგანიზაციებს. დაწესებულებებს. რამე გამოხმაურება ხო არ ყოფილა ძალიან კეთილ. Facebook-ში აკრიბეთ სოცკოდექსი. ჩვენ შეგვიძლია რომ ვაჩვენოთ. აი მე ხომ ავკრიფავ სოცკოდექსს. უკაცრავად ქართულ შრიფტზე გადავალ. სოცკოდექსი. აი ეს არის მათი გვერდი. დიახ. მე ახლა კომპიუტერთან არა ვარ, მაგრამ მიგძანდებით კომპიუტერთან და რომ მიხვალთ აკრიფეთ ეს გვერდი და თქვენ შეგიძლიათ მათი ყველა მონაცემით. იცით, ვფიქრობ ძალიან კეთილშობილური საქმეა და თუ ამას გამოხმაურება ექნება ძალიან კარგი. ჩემი ზარიც დაუდიათ, ჩემი გადაცემის ზარიც და დიახ. გამოუჭრიათ ვიდეო. კი ბატონო, აი აკრიფეთ და ნახეთ. 2400030 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი, თქვენ შეგიძლიათ დარეკო და რაღაცები გითხრათ. ალო? ალო. გამარჯობა. გამარჯობა. გისმენთ? ალო, გუშინ იყო ლაბარაკი ბურებზე. ბურებზე იყო? მე ვნახე ერთი ბური, ვიცნობ ერთ ბურს. კი ბატონო. ხო, ნახე მაგ მეც. თელი ის მეზობელმა მეგობარმა სახელმწიფომ გამოგვიგზავნა მთელი სასტავი იმის გიგდა სააკაშვილიდან დაწყებული გილაური ბეჟოაშვილი ყველა გვაჩუქა და ვერაფერი ვერ გვიქნენ და ბურები გვიზამენ რამეს ბურების წინამდე გახართ თქვენ? არა მე მეზობელი სახელმწიფოდან ჩამოსულებისგან ვარ წინააღმდეგი საიდან ვერ გავიგე სასომხეთიდან გილაური სომეხია თქვენი მსმენელთა და მაყურებელთა კატეგორიას განეკუთვნებით, რომლებიც ამბობთ, რომ სომხები გვერდჩიან, ხო? 100%-იანი, ყოველთვის გვერდჩოდნენ, ყოველთვის გვერდჩოდნენ. კარგი, დიდი მადლობა. აზრიც არ აქვს ახლა ასეთ ზარებზე პასუხის გაცემას. 2400030 არის ჩვენი გადაცემის ტელეფონის ნომერი. ჩვენ თუ ვინმე გვერდჩის, საკუთარი თავი გვერდჩის. ალო? ალო? გამარჯობა. გამარჯობათ. გისმენთ? შალვა ერთი იდეა მინდა მოგაწოდო. პურთან დაკავშირებით თუ გააკეთებდი გადაცემას, კარგი იქნებოდა. რა ხდება? პური რო გაძვირდა, ღირდა 1 ტომარა 61 ლარი. ეხლა ღირს 31 ლარი. პური იგივე ფასია. ფქვილი გაიაფდა, ხო? რა თქმა უნდა, განახევრდა. განახევრდა? ხო, თითქმის განახევრდა. უკაცრავად სოფლიო ბაზარზე ფქვილის ფასი როდის განახევრდა? აი ხა რო გახვალ ბაზრობაზე 1 ტომარა ღირს 31 ლარი, 22 ლარი. და 1 ტომრიდან დაუშვათ აი ის პური რომ გამოვიდეს. მაგდენი არ ვიცი. ძალიან საინტერესოა მართალია. მაგდენი არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ 61 ზემოგება აქვს, ხო? ზემოგება აქვს. მოლაპარაკება აქვს მანეთში და ზემოგებაზე ჩარიჩობენ. თან ეხა რა არის, რო იყიდება მაღაზიაში სიტყვაზე 100 პური? ხო. 80 თეთრად 50 თეთრადაც 100 გაიყიდება რა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პური პირველადი მოხმარების საქონელია. მადლობთ.
240-0030 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. აი ასე დარეკეთ და საინტერესო თემებით შემომთავაზეთ. შეგიძლიათ აკრიფოთ ეს ნომერი და გამოხვიდეთ პირდაპირ კავშირზე. ალო? გამარჯობა. შალვა, მაინტერესებს იცით რამე ქალაქში არ ვიყავი 4 თვე. თქვენი მეწყვილე იყო ნათია. ის გოგონა სად არის? გათხოვდა და არის ბედნიერებაში. ой, გაიხარე, მეც ძალიან გამიხარდა. ახლა მეორე შეკითხვა. გუშინ ყავდათ ბატონი გოჩა ჩოგოვაძე. კი, ყავდა. თქვენ პატარა იყავით ალბათ, როდესაც ეს ადამიანი გამოჩენილი ადამიანად და დღესაც ასე ითვლება. იცით რა? რაღაცა შეკითხვას რო აძლევდით, ეს კაცი პასუხობდათ, მაგრამ არ აცდით ლაპარაკს. მაპატიეთ, მაგრამ აი ორივე ისეთი ტემპით ეცემოდით, რომ ვერ გავიგეთ ამ კაცს, ან რატო ეკითხებოდით, ან იმ კაცის პასუხი ვერ გავიგეთ. აგიხსნათ რა შეესაბამება, ესე იგი თანამედროვე ფორმატები გადაცემის გულისხმობს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი კითხვა უნდა დასვა, ეს არ არის ბაასი. თქვენ ამას ფორმატი უფრო მოგწონთ და არა, გასაგებია, მაგრამ ჩვენ ხო უნდა გავიგოთ, არა, რა შეკითხვა. მეგონი ჩემი აზრით გასაგები იყო, რასაც საუბრობდა ის, თუმცა კიდევ ერთხელ შევხედავ გადაცემას და თუ რაიმე შენიშნა თქვენი სამართლიანია, მე გადავხედავ ჩემი წაყვანას. კაი, შემოგარგო. თუმცა კიდევ ერთხელ რო ნუაწყვეტინებ თემა, როგორ გითხრათ, ადამიანებს ძალიან ხშირად მიუხედავად იმისა, რომ ღრმად ინტელექტუალურნი არიან, მოკლედ და კონკრეტულად სათქმელის ჩამოყალიბება მიუჭირთ. მეც მათ შორის ასე ვარ, რესპონდენტი როცა ვარ, მიდებ-მოდება მიყვარს. ამიტომ გადაცემის წამყვანის ერთ-ერთი მოვალეობა არის ძალიან მოკლე დროში ბევრ შეკითხვაზე გააცემინოს პასუხი. 240-0030 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. თქვენ შეგიძლიათ დაარეკოთ და რაღაცები გითხრათ. ალო? რატო ვარ წვიანი ბიჭი დღეს? მორჩილად ვიქცევი მე დღეს, გვანცამე ლაპარაკება. არა უშუალფრები, შენ რაღაც ცუდ ხასიათზე გაიღვიძე. ალო? ალო? გამარჯობა. გამარჯობა. აი გუშინ იგივე იყო მორუშკინაზე. სულ თქვენ ილაპარაკეთ. მორუშკინას ადრე საერთოდ ვერ გავიგეთ. უნდა აცვალოთ რა ხალხს ლაპარაკი, ესე არ შეიძლება. კარგი, მადლობთ. მორუშკინას აზრი ვერ გაიგო ხალხმა? იქნებ ჯობია კიდევაც, რო ვერ გაიგო. გაი, მე ერთადერთი ვიდეოს გაშვება მინდა. ჩემ გადაცემას ვაპრომოუშენებ. ბიძინას და პატრულის ურთიერთობა მინდა რომ გავუშვა ისე. ხო შეიძლება? აქ უფლება. ეს ნაგავის ამბავი არ გვინდა. აი ხა უშვებ. შულის დაცვა მოხდა. ესე იგი, აქ არის აღბეშტილი ერთი ფრიად საინტერესო შემთხვევა. ბიძინაშვილის კორტეჟი მიდიოდა დასავლეთში და იგი გააჩერა პოლიციელებმა. აი აქ ჩანს როგორ არის. ამობინო გასარკვევი. ეს მანქანები. თქვენ გვარს გვეთქვით? ანუ პოლიციელები არ ამბობენ რომ არასწორი მანერით საგზაო თქვენ ნახეთ მოძრაობის წესების დარღვევისთვის უნდა გააჩეროს. იქვე დაეჭვს მძღოლებს უთხრეს და ნაშვილის წევრებს დაწესუფროს რომ ეს მანქანები საჭიროებდა გადამოწმებას ძებნაზე იყო განცემული და მისთანა. შემდეგ გაგრძელდა კვლავ პოლიციელებთან ურთიერთობა. ეგეთი უფლება გაქვთ? კანონით მონიჭებული უფლება. 3 საათი რომ გაგვაჩეროთ ეგეთი უფლება გაქვთ? მაგ გაჩერებ თქვენი გაჩერების უფლება. 3 საათი. 3 საათი არა. გაგრძელდა ეს გაჩერების ამბავი დაახლოებით კიდევ 10-15 წუთი დაცვის უფროსი ცდილობდა რაღაცის გარკვევას. აუა ნომრებით მანქანა. გასარკვევია რაღაც. იმარა, თქვენ არ ყვევთ და ჩვენ რა შუაში ვართ? თქვენ უნდა გაარკვიოთ, ხო? ხო და უნდა გითხრათ რომ ივანიშვილის დაცვის წევრები ეს მანქანებიც არის დაცვის პოლიციის ხალხია დაცვის წევრები და ეს ნომრებიც აუა ნომრებიც არის უკვე დაცვის პოლიციის ნომრები. შესაბამისად პოლიციელებმა გააჩერეს პოლიციელები. ამიტომ იქ რაღაც გასარკვევი გვაქვსო. აბსურდია სრული. ეს მოვიდა 20 მეთაური. და უკვე აი აქ ბიძინა ივანიშვილის გამოჩნდა და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ როგორ ელაპარაკი. პატრულის მუშაკებთან. შეიძლება გვარი. პატრულის ინსპექტორი გობოსოვი. რა გაინტერესებს? სკოლების მაინტერესებს მარტის მოწვეული მოხდეს. და ყველანი უგადროჟადებს მანქანების და დაბრუნებას. უფროსი ვინ არის? რომელია თქვენი? თქვენი უფროსი რომელია? უფროსი არ არის.
მოიხედე აქ. მოიხედე რა მოდი. ისე ჩაწვა იქ როგორ ორზე შეგაყოვნე არა ვინ გაწვალეს ვინ გაწვალეს არა მე გაწვალე ამა გასასვლელშიო რომ გამოვედით თქვენს მანქანას გვეჩვენე ღიად რომელიც დგას და როგორი დავალება გაქვთ ამდენი მანქანა რომ მოგდოდა ორი მანქანა და ამდენი არა მე დავალი უბრალოდ რაღაც გასარკვევია გავალ რა არის დიბზანტები რატოაჩერეთ მანქანას რატოაჩერეთ ტრასაზე რატოაჩერეთ ხალხალა პოლონა არასორ მანერზე ვაჩერებ ბატონო არასორ მანერზე ვაჩერებ რომელი მანერი გააკეთეს არასორ აგიხსენეთ ეკიპაჟი ამას სავალს ეკიპაჟი აგიხსენეთ თქვენ აჩერებთ არასორ მანერაზე და არა იმას შემოწმებაზე რომ მანქანა გაიმეორეთ რაზე გააჩერეთ ერთი წავ გაიმეორეთ გაიმეორეთ რაზე გააჩერეთ არასორ მანერზე გააჩერეთ არასორ მანერზე გააჩერეთ არ მას გამეცი ადამიანი სადრე ხოლმე გერმანია ვა გაუშვა. გაუშვა. დაბნეულები არიან. ძალიან ახალგაზრდა კაცი ხარ. მე ვიცი რომ თქვენ ძალადობას ახორციელებთ. არ მაქვს პრეტენზია. ჩვენზე ძალადობას არავინ ახორციელებს. შეგიძლიათ გაიმეორეთ რაც ისთვის გაგვაჩერეთ. ჩვენ ვასმოთ ჩვენ მოვალეობას. ისთვის გაგვაჩერეთ. ძალიან კარგი ახალგაზრდა რაც გასარკვევია ყოველთვის. არ შეგიძლიათ გაიმეორეთ. არ შეგიძლიათ გაიმეორეთ რაც ამის შემდეგ ინციდენტი თითქმის ამოწმოთ. აქ არის ერთი კოლაჟი გაკეთდა საკაიფო. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ კოლაჟს. სადაც ნათლად არის ნაჩვენები თუ როგორ საუბრობენ გამუდმებით პოლიციელები სამსახურეობრივი მოვალეობის ასრულებისას ტელეფონზე. აი ნახეთ. ეს ვიდეო გუშინ გავიდა სოციალურ ქსელებში ერთი ამბავია ატეხილი. ცხადია რომ ბიძინა ივანიშვილის კორტეჯი გააჩერეს არასწორად, იმიტომ რომ ჯერ ამბობდნენ რომ ორი მანქანა, ორი პოლიციის თანხლებით თანხლებით რომ მოდიოდა ის მანქანა ცებნაძე იყო გადაცემულიო ეს ერთი მანქანა რომელშიც თავად ივანიშვილი იჯდა და მეორე მისი თანხლები და შემდეგ თქვენს რომ არასწორ მანერზე და ბოლოს ნუ გაუშვეს არც დააჯარიმეს. ცხადია რომ რაღაც გარკვეულ მითითებებს იღებდნენ და სულ ამ მითითებების მიღებაში და ამ საუბრებში იყვნენ, არ ყვებდნენ იმას თუ რა უნდა გაეკეთებინათ და ეს მთელი ეს მესიჯები რომ აი გავაჩერეთ ეხლა ასეა, შემდეგ ისე იქნება, ადიოდა მაღლა ვერტიკალზე, შეიძლება თავად ვანონდეც ან უფრო მაღლა, არ ვიცი. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არ არის კარგი, ძალიან ცუდია თუ კორტეჟი მოძრაობს კანონის დარღვევით არასწორი მანევრი გააკეთა, უნდა გააჩერო, უნდა უთხრა პირდაპირ, რომ შენ დაარღვია მოძრაობის წესები, მანევრი არასწორად გააკეთე და შემდეგ დააჯარიმო და გაუშვა და ასეთი გაურკვევლობაში ყოფნა პატრულის სახელს არ წაადგება. 240-0030 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? დიოქსიდების ბატონო. გამარჯობა. დივერსალმების სრულიად საქართველოს რაც ახლა ჩვენ კადრები ვიხილეთ ბატონოში, ეს არის მარაზმი, მესმის დაარღვიო კანონი და პატრული ვალდებულია კანონის შესაბამისად იმოქმედოს, მაგრამ ჩვენ ხო შევხედეთ რომ არაფერი არ დაურღვევია ამ პიროვნებას. ნუ თუ ამ პატრულის თანამშრომლებს ან ნებისმიერს ვინც მაგის წინააღმდეგ გამოდის, ან დედა არ ყავს, ან მამა არ ყავს, ან ოჯახის წევრები არ ყავს, ვინ ყავთ ასეთები და კაცმა ბოლოს მარტო სამება ააშენა თუ მეტი არაფერი არ გააკეთა. სამება რომ ააშენა ის იმას არნიშნავს რომ დარღვევით შეუძლია ასე პატრულის მანქანები და ფორმები მისი ფულით იქნა შეძენილი, მაგრამ ეს არნიშნავს იმას რომ არ უნდა დაემორჩილოს. საქართველოში ყველაფერი მაგის გაკეთებული. არა არნიშნავს ეხლა ვინც არ უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი არნიშნავს იმას რომ თუ მისი მანქანა მოძრაობის წესით დაარღვევს. რა თქმა უნდა, მაგრამ თუ
თუ ეს მანქანა რა თქმა უნდა, წესებს პირდაპირ უნდა უთხრა, რომ არ ღვევ წესებს. კარგი. 240-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი, შეგიძლიათ დარეკოთ და რაღაცები გითხრათ. ალო? ალო. გამარჯობათ. მოგესალმებით. გისმენთ. ბატონო შალვა, როდის მოეღებათ ამ ნადირალებს ბოლო? გაგვაგ მადლობთ. ბატონო შალვა. ეგ სად არის? გვანცას მინდა ვკითხო. ვენერა ბაბო მღერის? ბატონო მიშა, რატომ გერჩიან? ეხლა რა ვაკეთო? ვენერა ბაბო გაიჩიტება? ვენერა ბებო? აი ვენერა ბებო, გაუშვებ აბა მაგას. რა არის? ხო და მე რა მაინტერესებს ეს ვენერა ბებო? ეს არის ხო ბატონო მიშა, რატომ გერჩიან? რა მაგარი ბებოა ეს? უმობის გარეშე. 240-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? ილან შედოვისა. გამარჯობათ. ნუ გვიგვრის ხალხს ესეთი ხალხი გამოდიან ტელევიზორში. ზოგს აფინანსებენ, ზოგს გულსაძლებენ. ხო და ასე რომ არც იმ პოლიციის მიგვრის. იმიტომ რომ ეს პოლიციელია ზეიდან დარეკავენ, გააკეთოს, არ გააკეთონ, გააგდებენ სამსახურიდან. არა, გავიგე, მაგრამ არ ვიცი. 240-00-30 პენსიონერების ამბავი გამკვირვებია, მთელი ცხოვრება მუშაობდნენ, მთელი ცხოვრება და ის ფული, რომელსაც მათ მიშა აძლევთ, ძალიან ცოტას. ეს არის მათი ფული, მათ მიერ გამომუშავებული, მათი კუთვნილი ფული. მიშა წყალობას და მოწყალებას არ იღებს. ეს არის მათი კუთვნილი ფული. შესაბამისად, რაღაც არის შესაძლებელი მათ აქმაში, მათ შემეცნებაში, რომ ის პენსიასაც ისინი იღებენ და რა მომსახურებასაც ეს მათ ეკუთვნით, იმიტომ რომ დაიმსახურეს. 240-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? ალო. გამარჯობათ. გამარჯობათ. ვაკალ ბატონს რატომ აწყევლინეთ ამ დილის თავს? ამდენ ხალხს რატომ აწყევლინეთ? ეგ სუფთა ასინეთაა. არა, ეს ქალბატონი არ არის საწყეველი, როგორ გეკედრებათ. ეს არის ადამიანი, რომელიც ვერ გარკვეულა ვითარებაში და გონია, რომ რაღაც წყალობას ჩადის მიხეილ სააკაშვილი. 240-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? ხო, გამარჯობა. გამარჯობათ. იცით რა, ეს ყველაფერი გასაგებია. აი, თქვენთან გადაცემა იყო. არ ვიქნავდა ჯოხაძე მოწვეული. კი. საერთოდ ჩემ მინდა რომ ძალიან საინტერესო გადაცემა მიხავდა ყველაფერი სპინვალეთან ნავიოთ საინტერესო. ერთი რამე და კითხოთ ბატონო შალვა, თვითონ არის სიმღერა იქ რომ მიდის ევროვიზიაზე მოგწონთ პირადად ხა? რა? აი ეს თვითონ სიმღერა რასახელია? მე ევროვიზია არ მაინტერესებს საერთოდ და ჩემთვის სულ ერთია ვინ წავა ევროვიზიაზე საერთოდ. არ მაღელობს ეგ. იმაჩნია რომ მაიმუნობაა თავიდან ბოლომდე ევროვიზია და ჩვენი ქვეყნის წარდგინება ევროვიზიაზე. ნუ ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა ახლა მე ვიზიყასაც მოსწონს ევროვიზიის ფორმატი ვიღაცა რა მე ვფიქრობ რომ მაიმუნობა. მადლობთ. 240-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. შეგიძლიათ დარეკოთ და რაღაცები გითხრათ. ალო? ალო. გამარჯობათ. გამარჯობათ. გისმენთ. ბატონო შალვა, რითი დავრეკეცით? კომპლიმენტი უნდა გითხრათ. ძალიან გვიყვარხარ მთელ ოჯახს. მე რატომღაც მგონია, რომ აი 80% ჩვენი მოსახლეობის თქვენი მენტალიტეტით რო იყოს, ჩვენ რამე გვეშველება. ძალიან ხშირად მესმის, რომ ჩვენ ვართ მაგრები და ყველა სხვა ერი არის უჯიშო და ურჯულო. კარგით, ეს რადიკალები ამბობენ ამას, არ მგონია ხა ნორმალური ადამიანი ამას ამბობდეს. 240-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. შეგიძლიათ დარეკოთ და რაღაცები გითხრათ. ალო? ბატონო შალვა, გამარჯობათ. დიახ. ორი თემა მინდა, ერთი პირველი. ჯანეთ. იქნებ მოიწვიოთ ბატონი გიგა ლორტკიფანიძე. უდიდესი ერუდიციის პიროვნება. საინტერესო იდეა. მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს. ან თქვენ ეწვიოთ და იქ ინტერვიუს სახით აიღოთ. კი ბატონო. ეგეც შეიძლება და მეორე. რაც შეეხება პურს. რა არის იცით? კფილი აფდება, პური ძვირდება. საფუარად არის გაჟღენთილი. და როდესაც პურს უბრალოდ ჭრით, იშლება მარცვალ, რა ნაწილ-ნაწილ, აი დააკვირდით.
და იქ კონტროლი არ არსებობს ამ პურის მწყობელებზე და საერთოდ ხარისხზე. დიდი მადლობა, კარგად გზანდებოდეთ. დიდი მადლობა. 240-0030 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. შეგიძლიათ დაარეკოთ რაღაცები გითხრათ. ალო? ალო? ალო, ალო. გამარჯობათ. გამარჯობა ბატონო შალვა. იცით რა მინდოდა მე თქვა. ჯერთი მართლა სიმპათიებით ვარ თქვენს მიმართ. ცოტა ჟარგონულად თუ ვიტყვი, მაგარი კაც ვძანდებით. გუშინ ძალიან ვისიამოვნე რომ თქვენ ახლდით, არა ბატონო ივანო? მე არ ვახლდი, ესეც არ არის საქმე. დაცვის წევრებმა მომცეს ეს მასა. აჰა. ხო, და ერთიც მინდა ცოტა უხერხულად კი ვთვლი, მაგრამ აი ქალბატონი პენსიონერის საქციელი მესმის მათი დონეც სხვა არის და ასე შემდეგ, მაგრამ აი ეს უკვე მართლა მარაზმი იყო. ის არ გამკვირვებია ჩვენი პატრულისგან და ჩვენი მთავრობისგან. ეს მინდოდა დამეფიქსირებინეთ. ფოტო არის გვერდზე, რომელსაც ქვია შავი და თეთრი იუმორი და კარგი ფოტოა, შეგიძლიათ ნახოთ ბალერინა. ბალერინა არის ანმოვარჯიშეა ახტა. თავი იმენად აქვს უკან გადაწეული, რომ აი ესეთი ამ რაკურსიდან ძალიან საინტერესო ფოტო გამოვიდა. მომწონს ეს ფოტო. ალო? გამარჯობათ გენაცვალე. გამარჯობათ. ეს თხოვნა მაქვს, თუ შეიძლება ნოდარ მგალობლიშვილის მოწევა. ნოდარ მგალობლიშვილი იყო ეხლა ხარ ჩვენთან განცემაში. რა. 240-0030 ჩვენი ტელეფონის ნომერია, შეგიძლიათ დაარეკოთ რაღაცები გითხრათ. ალო? მოგესალმებით. გამარჯობათ. დიდად ვიხალისე ვენერაბებო გამახსენდა ძველი დრო და რა მაინტერესებს ამ პატრულზე სულ ლაპარაკობთ თქვენ ყველა ამბობთ წარმატებული პროექტი წარმატებული ეს ზუსტად ესეთი უკანონობა ხდება გაუბედეს ბატონ ბიზნესს ხო ხარ იგით მოქალაქეს წარმოიდგინეთ თქვენ რითი გაიმართლებდა თავს ვერაფრით ხო და ეგ არის წარმატებული პროექტი 240-0030 მადლობთ თქვენი მოსაზრების გამოთქმისთვის შეგიძლიათ დაარეკოთ რაღაცები გითხრათ ალო ალო დიახ ალო გისმენთ გავარიცი ნუ რაღაც ის როჩუმდებიან მე კავშირის ბრალია 240-0030 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი ალო ალო ახალგაზრდა ხმა გაქვთ თქვენ თუ მეჩვენება გამარჯობათ შალვა გამარჯობათ ახალგაზრდა ხართ რა ვიცი თუ 53 წელი ახალგაზრდა ეხა იწყებ პრაქტიკულად ცხოვრებას რა აღშფოთებული ვარ ამდენით ანუ უბედურებას მომყურებ ერთი სათაყვანებელი პროექტი რაც არის ეს არის პროექტი ისა პატრული ხო რასაკეთებს ეს პატრული რა არის რა უბედურება აღშფოთდი ნამდვილად იმიტომ რომ არ ვიცი ამ ხალხს ან ვაჟკაცობა არ აქვს ან არაფერი არ აქვს მე როგორც ერთი ქალი ასეთ დავალებას არავითარ შემთხვევაში არ შევასრულებ კი გასაგებია თუ კი არ ყავს ადამიანი მე რა რო ბიძინა ივანიშვილია მაგრამ აქ ხო ჩანს რომ ეს ადამიანი არაფერს არ არღვევს ხან რისთვის აჩერებენ ხან რისთვის აჩერებენ არ ვიცი რა გაოცებული ვარ პირდაპირ პოლიკარპე კაკაბაძემ აღწერა ქართველი დიქტატორის ძალიან კარგი ტიპი ქართველი დიქტატორი ყვარყვარესნაირი უნდა ყოფილიყო ისე ვერ იქნებოდა პინოჩეტისნაირი ფრანკოს აი რაღაც ბანანის რესპუბლიკის ნაირი ბანანის რესპუბლიკას რომ ყავთ ან აზიელი დიქტატორები ძალიან დაუნდობლები და სასტიკნი პოლპოტი რო იყო. აი ქართველი დიქტატორი უნდა იყოს აი ყვარყვარესნაირი და ძალიან ბევრი მსგავსებაა მიშასა და ყვარყვარეს შორის რეალურად. ახლა ჩვენ რეკლამას ვნახავთ და შემდეგ გაზეთების დასტით დაგიბრუნდებით. ვაგრძელებ ჩვენს გადაცემას. იცით თქვენ რომ ალბათ იცით და არიცით როდესაც ტრამპი ჩავიდა ბათუმში, იქ რაღაც ინციდენტი მოხდა ფეკალურ მასებთან დაკავშირებით ლედისონის სასტუმროში. ამას მიუძღვნა სტატია ალიამ მე-4 გვერდზე შეგიძლიათ წაიკითხოთ, რა სკანდალში გაეყვა სააკაშვილი ბათუმში მილიარდერის სტუმრობის დროს ლედისონიდან ცელობნის სტუმრებით ეზრდებოდნენ ამ ფეკალურ მასებს. შემდეგ აქ არის მე-6 გვერდზე ფოტოა მოცემული პატრულისა და
ბიძინას ურთიერთობის ჩემი განაცემიდან ამოღებული ფოტო და იქ არის ალიას და ივანიშვილის რაღაცნაირი კამათი პაექრობა, იცით რომ ალიას ივანიშვილი არ სწყალობს და პირიქით. და ამიტომ რაღაც ურთიერთგარკვევები მიმდინარეობს, ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ ნახოთ. რეზონანსი სააკაშვილის მამამ ერთლარად კურორტის საირმე ჩაიგდო ხელში. პრეზიდენტის დედამ კი ბათუმის საჯარო რეესტრის შენობა. ძალიან აღიზიანებს მიშას ეს ამბები, თუმცა საბუთებს ვერსად ვერ წაუყალ. მიშას ოჯახის წევრები პრივატიზაციაში აქტიურად მონაწილეობენ და საირმე მართლაც აიღო სააკაშვილის მამამ, ხოლო ბათუმის საჯარო რეესტრის შენობა პრეზიდენტის დედამ. ეს ძალიან საგულისხმო ფაქტებია. სააკაშვილი თავს იწონებდა იმით, რომ ჩემ დროს, ჩემი ნათესავები, ჩემი პრეზიდენტობის დროს ბიზნესს არ დაიწყებენ, რა ფულიც ხონდათ, იმ ფულით იქნებიანო. ეს დოკუმენტები და ფაქტები სულ სხვა რამეს ამბობს. ეს ბუნებრივიც არის, არ შეიძლება ამდენი ხანი იყო ხელისუფლებაში და ასე მართო ქვეყანა და რაღაც კორუფციის მსგავსი არ გაიჩალიჩო. კორუფციის მსგავსი რა? ყოველთვის ეჭვით წევს, როცა ოჩენი დედა, მამა აღარ დიდი ქონების მფლობელი ხდება. როცა მანამდე ბიზნესი არ ქონიათ. აღლუმს ატარებენ ქუთაისში, ჩემი აზრით, და ექსპერტები იძახიან, რომ ქუთაისის ინფრასტრუქტურას ეს აღლუმი დააზიანებს. თუმცა ახლა ქუთაისში გადადის ახლა პარლამენტი და ქუთაისი ხდება პოლიტიკური ცენტრი. მე პირადად ბევრჯერ მithქვამს ყოველგვარი ხმულობის გარეშე გეუბნებით, რომ მიხარია კიდეც, რომ ქუთაისში წავა ეს პოლიტიკური დატვირთვის ცენტრი იქნება იმაში ქუთაისში. იმიტომ რომ არ მომწონს მაინც პოლიტიკით დატვირთული ჩემი ქალაქი. დედაქალაქი თუ გადავა ქუთაისში მე მომხრება. მოკლედ რომ თქვა. დიდი მადლობა რომ მოусმინეთ აი ამ მიმოხილვას. ვაგრძელებთ თქვენი ზარების მიღებას 2400030 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. შეგიძლიათ გარეკოთ რაღაცები გითხრათ. ალო. გამარჯობათ. ალო. გამარჯობათ. გამარჯობა. ერთი რამე მინდა გითხრა შალვალა. აი ახლა კაცმა დაარეკა წინაზე სომხებზე დაიწყო ლაპარაკი და სომხებია და ისინი. ეს საერთოდ უბედურება გვჭირს. ვიღაცა რეკავენ პირსისხლიანი ამერიკელები გვართმევენ. ხო, ძალიან რადიკალიზებულია ჩემი მაყურებელი. ყველაფერს რა და რაღაცა უბედურება გვჭირს. ეხლა მაგრამ მეორე ისიც არის უკიდურესობაა, რომ აი ჩამოვიდა ტრამპი და ქვეყნის პირველმა პირმა დაიწყო ამის ჩამოვიდა რიგითი მილიარდერი. რიგითი მილიარდერი შეიძლება 440-ზე დაუშვით. ხო, რა და აი სწორება ქვეყნის იყო აი ამ კაცს. ხო, ამერიკა აშენა ტრამპმაო ეგრეთ თქვას. ხო და რა არის ეს? ნუ ეს უბრალოდ ეგ არის ქაჯობა არის, ეგ არის ქაჯობა. ეს არის ქაჯობის კლასიკური შემთხვევა, როდესაც ან შერონ სტოუნი რო ჩამოდის ტრამპი, აი ეს მთელი ამბავი რო წყდება. ეს არის პროვინციალიზმი და ქაჯობა. ერთი რაღაც გამახსენდა რა, შევარდნაძე რო ჩამოვიდა ზვიადის მერ, ერთი განათლებული კაცი თავისათვის ექიმი, კარგი და მეუნებოდა რომ აი ხო შევარდნაძე გენშევი ძმაკაციაო და ხელფასიო გერმანულ მარკებში გვექნება. აი დაახლოებით ხო ხტები რა, აი ესეთი მიდგომა აქვს აი მაინც არ შეიძლება ესეთი გადახრება. 2400030 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი, შეგიძლიათ დარეკოთ და რაღაცები გითხრათ. მანამდე ალო. ალო. ჩალვა. დიახ. ის ვიდეო თუ შეიძლება რომ გაიმეოროთ გვიან შემოგიერთეთ. რომელი ვიდეო? აი ივანიშვილთან დაკავშირებით. არა, არ გავიმეორებ. არა, შეიძლება. იქნებ თქვა რაზე იყო იქ? ნუ არ ვიცი, შევბძანდით მაესტროს გადაცემებში, ნახეთ აკრედიტაციის გარეშე ეს გუშინდელი გადაცემა და ინტერნეტით იხილეთ ეს ვიდეო. 2400030 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ და რაღაცები გითხრათ. სასიამოვნო ან უსიამოვნო რაღაცები, სანამ ჩვენი სტუმარი რეჟისორი მერაბ თავაძე არ მოვა. ალო? ალო. გამარჯობათ. შალვა, გამარჯობა. დიახ, ისმენთ. ეს საკითხთან დაკავშირებით სათხოვარი მოქვს ერთი თუ შეიძლება. დიახ.
ეს უკანასკნელს რო გადმოსცემს მაესტრო ყოველ საათში ორჯერ კაცო რა ქართულით ლაპარაკობენ ესე იგი 10 წინადობიდან სიტყვაში უშვებენ 11 შეცდომას კაცო ეს სიტყვების განლაგება 10-10 ეს დაუშვათ ნაცარგუნი რაც არის მაგრამ მე თვითონ რასაც ლაპარაკობენ იმასაც ისევ მახინგეთ ლაპარაკობენ რატომ ჩადენა მაგრამ გინდოდეს რომ მოусმინო ვერ მოусმენ რა ღიზიანდები კაცი მე არაფერი სპეციალისტი მით უმეტეს ახლო არა ვარ მაგასთან მექანიკი ვარ უბრალო ადამიანი მოხუცი თანაც 77 წლის ხო ეს ახალგაზრდები ასე განათლებულები მაგათ ან კორექტორი არ აყავთ ან ვიღაცა არ აყავთ ან ტელევიზიაში რა ვიცი ეს დაუსრულებლად გძელდება აპატია გენაცვალე კარგი 240-0030 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი შეგიძლიათ დაარეკოთ რაღაცა გითხრათ შენიშვნები მათ შორის ალო გამარჯობა ბატონო შალვა საფრანგეთში ეს სოციალისტმა გაიმარჯვა ჯერ მივესალმები რომ ეს სარკოზი წავა იქ მობეზრდათ 5 წელი და აქაც ხო შეიძლება ნორმალური არჩევნები ჩავატაროს აი საფრანგეთში წააგო კაცმა და ემზადება მეორე ტურისთვის 240-0030 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი შეგიძლიათ დაარეკოთ რაღაცა გითხრათ ალო გამარჯობა ძალიან გვაქვს აფასებთ ერთადერთი არხია რომელსაც უყურებ და დავწყნარდებით ადამიანები რა მე ნერვებს არ გიშლით? არა ნერვები როგორ არ გვიშლება ყველაფერი არა მე ხო არ გიშლით ნერვებს მე არა თქვენ არ გვიშლით რაღაცებს რო ვიძახი პირიქით კარგი 240-0030 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი ალო როგორი დღეები როცა როგორ მიყვარს ეგეთი დღეები როცა არ გლანძღავენ არა უშავს უნდა გამლანძღონ საჭიროა ხანდახან რო არ გაგლანძღონ ეჭვის თვალით შეიძლება შეხედო ძალიან ბევრ გამონათქვამს შენსას 240-0030 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი ალო დიახ დიახ ბატონო შალვა რატომ მებძვიან და იცით თუ არა თქვენ რამდენი მილიონი ადამიანი დაიღუპა დიდი სამამულო ომის დროს კერძოდ კი საქართველოს მოქალაქეები რამდენი მე თქვენ გეკითხებით 1 მილიონი ой რას ამბობთ 27 მილიონი 27 მილიონი ნიუროზია საბჭოთა კავშირის არა საბჭოთა კავშირის გასაგებია თქვენ იყო მაშინ ახლა მეორე კიდევ რამდენი ქართველი გახდა საბჭოთა კავშირის გმირი რამდენი არ ვიცი ახლა თუ ყავს ცოცხალი ვინმე იცით არ ვიცი მითხარით რა მითხარით ეს არ ვიცი მე თქვენ გეკითხებით მე არ ვიცი არა სამწუხაროა თქვენ იცით მე მახსოვს სასამ ამბობდნენ რომ უკანასკნელი გარდაიცვალა გვარი არ მახსოვს კი სამწუხაროდ ვეტერანები გარდაიცვალნენ მადლობ 240-0030 9 მაისი მოდის ხოთ შორის და ეს დღე გვანცას დაბადების დღეა გამარჯვების პაბედა რო არ დაგარფეს ხო გადარჩენილი ხარ პაბედა გორდეზიანი ცუდია პაბედა გორდეზიანი კარგია 240 აბა აი რა გჯიდა რას მეუნები ახლა ხო იცი რაღაცას მიტყვი შეინახე ეგ ინფორმაცია შენთვის გვანც არის ძალიან კარგი გოგო ძალიან მიყვარს 240-0030 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი ალო გამარჯობათ შალვა მოგესალმებით ილაპარაკეთ შალვა ეს დაკვირებული კაცი ხარ შენ ჩემო კარგო და ერთი ასეთი რამე აბა გაანალიზე როდესაც პრეზიდენტი მიდის ტრასაზე ხო ორივე მხარეს ესე იგი გზა დაკავებულია გადაკეტილია 5 კილომეტრის პარალელში და შენ რომ მანქანით მიდიხარ ხეზე უნდა ახვიდე თორე შეიძლება გადაგიარო ხო ეგრეა ეს გამოიყენ ერთი შენ შეუჟეთი სადმე ნუ კორტეჟი როგორ კეტავს როგორ აფერხებს მოძრაობას პრეზიდენტის ეგ ვიცი თვითონ მიშა შევანაძის კორტეჟს აკრიტიკებდა მახსოვს კარგად რომ აი რომ მოდის ამდენი მანქანა მე მგონი ბუშს არ ყავდა თავის კორტეჟში არა ბევრი მანქანა დადეს მართალია ნუ ერთიან ბატონო მიშა რატომ გერჩიან ხო ის ტექსი მღერა კარგი 240-0030 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი შეგიძლიათ დაარეკოთ რაღაცები გითხრათ ალო გამარჯობა იცით არ ვიცი ვინ დაგეჩხუბათ და ვინ გაგლანძღათ რაღაც ვცდილობდი დარეკვა თქვენთან და გამიჭირდა დარეკვა მაგრამ
კიდევ კარგი დავით აღმაშენებლის დროს თქვენ არ იყავით მრჩეველით ან მაესტროს წამყვალი დილის თორემ ხომ არ გადმოიტანდა დავით აღმაშენებელი დედაქალაქს დავით აღმაშენებელი როგორც მას სურდა ისე მოიქცეოდა არ ამგონი რომ ჩემს დაეჯერებინა მართლა ადა რა არის თქვენ რატო არ მოგწონთ რომ ქუთაისში გადავიდეს დედაქალაქი რა ხეირი რომ ჩვენთან არის დედაქალაქი აი რა იცით რა თბილისელებს რა ეს თბილისელებს ალბათ არაფერი ისევე როგორც ქუთაისელებს არაფერი იქ თუ გადაიტანეს არა ქუთაისელებს ჩვენს ძვირფას ქუთაისელებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ძალიან რთული და ესეთი სერიოზული საკითხია და თქვენ შეგიძლიათ ექსპერტი მოიყვანოთ და იმას არა მე ჩემს მოსაზრებას გამოვთქვა სხვა შორის ექსპერტი იქით იყოს ექსპერტი მაგრამ არა ექსპერტი ქვია დღეს ყველას მაგალითად ისტორიკოსი შეგიძლიათ მოიყვანოთ არა აქ უფრო ექსპერტი რა თქმა უნდა ექსპერტიზას აქვს ნიშნულობა, მაგრამ ჩვენ უნდა აი მენტალურად გადავწყვიტოთ, არის თუ არა პრობლემა, დაუშვათ, რომ ქუთაისში იყოს დედაქალაქი და ჩვენთვის ალბათ არ არის პრობლემა, იქნებით თბილისელები თუ ქუთაისელები. არა, ესე იგი პარლამენტი აგვექნება თუ იგვექნება და აგვეყოლება. გადავიდეს პრეზიდენტი ქუთაისში და მთელი სამთავრობო სტრუქტურები წავიდეს იქ. არ არის ასე, არ არის. დედაქალაქი თბილისი უნდა იყოს და პოლიტიკური ცენტრი თბილისი უნდა იყოს. იმიტომ რომ ეს არ არის დღეს აი ახლა ამ წუთას ორი სიტყვით ვერ გაგცემთ პასუხს. რთულია ამ კითხვაზე პასუხი და ძალიან სერიოზული. და ასე არასერიოზულად, ასეთი სერიოზული საკითხების გადაწყვეტა ჩვენ პრეზიდენტისგან გვიკვირს და ერთ-ერთი ტელევიზია ხართ ვისი ყურება შეიძლება ასე თუ ისე და მე ვწყვეტ ახლა მაგ საკითხს მე გამოთქვა ერთ-ერთი წამყვანი გამოთქვა საკუთარ მოსაზრებას. თქვენ ამას ამბობთ არაერთხელ სხვათა შორის. არაერთხელ გითქვამთ ეს. არა ხართ სწორი. ხო, რა თქმა უნდა შეიძლება არა ვარ სწორი, მაგრამ სადმე და სად პრეზიდენტის გადაწყვეტილება. კითხეთ ისტორიკოსებს, კითხეთ რატომ გადმოიტანა დავით აღმაშენებელმა დედაქალაქი თბილისში? რატომ არ დაეტია ქუთაისში? ცუდი ქალაქი იყო, ცუდი ჰაერი იყო, ცუდი ვითარება იცვლება, გარემოებაც იცვლება იქ. არა, ჩემო კარგო, არ იცვლება, მეზობლები არ იცვლებიან. ვინც ყავდა მაშინ მეზობელი, დღესაც იგივე მეზობლები. ეს ძალიან სერიოზული საკითხია. კარგით. 240-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. თქვენ შეგიძლიათ დაარეკოდე რაღაცები გითხრათ. ალო? ალო? გამარჯობათ. გამარჯობათ. გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობათ. გესმით? მესმის. მე მინდა შევეხო შეყვავენ ვარსკვლავების პროექტს. ხო. ესე იგი აქ ჩანს უკვე პოლიტიკა, რომ აშკარად ნიჭიერ ხალხს ყრიან. მართლა? და ლელა წურწუმია აპატიეთ ამ გამოსქმისთვის, რომელიც ბანდაჟით წეკვას ის გახავთ. არა, მე მოგიწოდებთ იყოთ კორექტული. მოგიწოდებთ იყოთ კორექტული. ლელა წურწუმია შეიძლება არ მოგწონთ და მე არა ვარ მისი ფანი, მაგრამ რაღაცეები ამ ხალხს აქვს გაკეთებული ესეთი, რომ არ მოიხსენიოთ აუგად. 240-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? ალო, ეთერში ვარ? დიახ. მაინტერესებს ესე იგი, რატო ლაპარაკობთ სულ პოლიტიკაზე, ცოტა უფრო საინტერესო საკითხებზე ვილაპარაკოთ, კი ბატონო. სულ არ მაინტერესებს აღმაშენებლის ძეგლზე, სად გადაიტანენ, ეს ისტორიაა და თქვენ კიდე შოუ მიყავდა, შოუში დავით აღმაშენებელის მოხსენა ცოტა უხერხულია. მართალ ბრძანებთ, აი რა გნება? თუ არ არის ჩვენი საქმე პოლიტიკა, და ისე ვიცხოვროთ, რომ პოლიტიკაზე საერთოდ არ ვილაპარაკოთ, რა ჩემი საქმეა პარლამენტის სად იქნება. მე მქონდეს ჩემი ნორმალური ცხოვრება და ვიცხოვრო. ან იქნება თუ არა პარლამენტი საერთოდ? ხო, ნამდვილად. ხო, და არ არის საჭირო ამას. აი, რა მაინტერესებს ხალბატონო, პარლამენტი რო არ არსებობდეს საერთოდ და იყოს მონარქია ან დიქტატურა, მაგრამ თქვენ ძალიან კარგად ცხოვრობდეთ. თქვენ შეასაქმე საერთოდ ცხოვრების პირობები იყოს ნორმალური და სულ არ არის ჩვენი საქმე ვიჯდეთ ტელევიზორთან და სულ დილიდან საღამომდე პოლიტიკას უსმენდეთ. დიდ პატივს ვცემ ბატონ მიშასაც, დიდ პატივს ვცემ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. რომელი გირჩევნია? არ მინდა, იცით რა, ეს არ არის საჭირო სატელევიზიო გასარჩევი არა და რა არის საჭირო, რა არის ხალბატონო? საათი ვილაპარაკოთ, ამანის გალანცხა, იმანის გალანცხა. არ არის კარგი რა. კარგით, გენაცო, დიდი მადლობა. გასაოცარი ხალბატონი მზანდება. 240-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. არ არის საჭირო კაცო, ჩვენო ვიყოთ კარგათო და პარლამენტი სულ ნუ არსებობს. 240-00-30, ალო? ალო?
შეიძლება ლექსი წაგიგეთ. ლექსი? დიახ. დიდია? ნორმალურია. არა, დიდია, კარგია, ცუდია, კი არ მიკითხავს. სწრაფად წაიკითხეთ, კარგი. ყველაფერი საუკეთესო. ყველაფერი საუკეთესო. ქართველმა იცის. სიმღერა, ცეკვა, იუმორი. სიბრაზის დროს დედის გინება. დამადობაში არ ყავთ ბადალი. ტრაბახობაში მჯობნი მითხარი. ტემპს რომ მოუმატოთ, ხო შეიძლება ძალიან გთხოვთ რა, იმიტომ რომ ცოტა დრო გვაქვს. პირველობა ხოს ყველას უნდა, ვერავინ მიხვდა. არის უფალი. ერთმანეთის ლამძღვით სამარის გათხრით, რუსი აგენტის ცილის წამებით, ართ აკილობენ კახბა ქალივით, ხელს მოაწერენ ეშმაკთან ზავით, ოღონდ მიიღონ ის დასურველი. ერთი პირი ხომ დაწყევლილი აქვს, რომ დაამარცხოთ. ეს ქალი იყო ძალიან გრძელი ლექსი რო წაიკითხა. ამერიკელი, რუსი თუ ევროპელი? და აი პროლოგში რომ მორალი თქვათ უცებ? უფალი გზავნის. გზავნის ზეციდან. გამოსწორების შანსი გეძლევათ. ღმერთმა შეუნდოს იუდას სოდო ბოროტებამ რომ კლავით. გამოვცეთ თქვენი წიგნები ქალბატონო და დავისვენოთ ყველად. კარგით, გამოდის. სახში კითხულობთ ამ ლექსებს თქვენ? სახში რო არის ოჯახის წევრი და რო ყოველ დღე საჭმელს რომ მოგიმზადებს და ერთი ლექსის დავწერეო და შეერო ხო და რო გიკითხავს ამ ლექსს. კარგი, ესე დიეტა გექნება, ვერაფერს ვერ შეიძლება და ჩემნაირი ასე თქვათ 2400030 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო. ბატონო შალვა, რატომ ერჩიან? დიახ, გისმენთ? დილამშვიდობისა. დიახ. იდეა მაქვს ასეთი. აი ტრაქტორებზე ერთი გადაცემა რო გააკეთოთ. მე მინდა გითხრათ ასეთი ინფორმაცია, რომ მარტო საგარეუბნო მსხვილ რაიონებში თითო რაიონში იყო 1000 მეტი ტრაქტორი და ესენი 400 ტრაქტორი შემოიყვანენ და ამითი იქვეხნიან. 1000 ტრაქტორი იყო მაგალითად მარნეულის რაიონში. 1000 ტრაქტორი. 400 თელ საქართველოს როგორ ეყოფა? ეს ერთი. მეორე პურზე რო წან დაგირეკათ ერთმა მოქალაქემ. დაახლოებით პურში არის 60% წყალი. და თითო ესა მეშოკიდან ტომარიდან 100-120 ცალი ტონის პური გამოდის. კარგით. 2400030-ის ამბავში შეგვიძლია კიდე მივიღოთ ზარი. ბატონი მერაბ მოვიდა? კარგი. ალო? ალო? გამარჯობათ. გამარჯობათ, გესმით ჩემი ხმა? კი. ერთი რამ მინდა კითხოთ, მაინტერესებს ძალიან, და ვერ მოუსწარი, მე თავისუფალ ტრიბუნაში იყო და აი ვეტერანების საბჭო სად მდებარეობს? დავდივარ და ყველა მეუნება აქ არ არის, აქ არ არის. 08-ში დარეკეთ, 08-ში და გეტყვით. ბატონო? 08 აკრიფეთ, ან 09 არავის. აჰა, მადლობთ. 2400030 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი, შეიძლება დარეკოთ და რაღაცები გითხრათ. ალო? ცნობათა ბიურო ხო არ გავაკეთოთ აქ პირდაპირ ეთერში. ფასიანი რა თქმა უნდა. 2400030 დარეკავთ და რაღაც ინფორმაციას მიიღებთ. ალო? ბატონო შალვა, ისე მე გახლავართ. მე მინდა დავიცვა მაესტროს ჟურნალისტები. მართალია შეცდომებს უშვებენ, მაგრამ აი სხვა ტელევიზიებთან შედარებით დათუნია კამპეტები არიან. მართალია, ქართული დათუნია კამპეტები ყოფილიყავთ. მოვიდა ნიუსრუმში ხალხი. როგორ არის დათუნია კამპეტი ერთი მოვიდა ზეისი. ალო? გამარჯობა ბატონო შალვა. გამარჯობა. მე მინდა ქართულ მოსახლეობას მოუწოდო. რომ ის აქტიურია, ყველამ გააცოცხლოს ცოცხალი მიცვალებულები. ყველა მივიდეს არჩევნებს. ზომბები გააცოცხლო. დაზომბებული ხალხი როა იმას ამბობთ, ხო? დიახ. ასაგებია. ზომბინის არაფერი არ აინტერესებს, არც პოლიტიკა, არც სიცოცხლე, არც როგორი იქნება ის ჩვილი მომავალი. კარგია, მოუწოდეთ, გასაგებია. 2400030 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? ალო? გაიტიშა? 2 40 00 30. Алло.
შალვა გამარჯობა. გამარჯობა. მე საჭირის რაიონიდან გირეკავთ ბატონო შალვა. რა ხდება თქვენსკენ? ვინმე ჩვენს ქვეყანაში ჩააინტერესებს და ტრამპ აუერებს რო ხსნიან, ლაზიკებს რო აშენებენ. ხალხო ორქიდიანი მანქანებით სახში ვერ მივდივართ, გზა რა გზა გამიკეთეთ. რა სოფელია რა? 91 წელში მიწისძვრა რომ მოხდა საჭირის რაიონში, იქედან მოყოლებული სახლები გვაქვს დანგრეული. 2 კაპიკი ვიღაცამ გადმოგვიგდოს ღია სისხლს ცხოვრობთ. რა დროს ლაზიკა ხალხო, სადაც ვართ, ჯერ ვინ სოცხლები ვართ. რამე გავიკეთეთ, მოგხედეთ, ნუ დაგხოცავთ და მე ააშენოთ ბატონო, რაც გინდათ ის ააშენეთ და ვინც გინდათ ის დაასახლეთ მაგოხერა სახლებში. ასაგებია. აი კარგი ფოტოა, შეხედეთ. გვაქვს ფოტოს ჩვენების საშუალება? სად დადის ჩონა? ჩონა სად დადიხარ, სად? ჩვენს რეჟისორს მინდა მიმო. სტუმართან იყავი შენ? სტუმარი, სხვა სტუმარი მოვიდა ჩონასთან, პირადად. აი ეს ფოტო აჩვენე რა. ვირზე შებული ტაჭკი და გლეხი რომელიც კითხულობს ქართულ ოცნებას. გაზეთს. ხოჭოს ძალიან კარგად იკითხება. 2:40:00:30-ია ჩვენ ტელეფონის ნომერი. ალო? მოგესალმები, შალვა. გამარჯობათ. იცი რა, ცოტა გამიგრძელდება შეიძლება. არა, არ გაგიგრძელდება, ძალიან. ანდრეს ბრეევიკის ფსიქოლოგების დასკვნა ერთი მხრიდან არის ვითომ შერაცხადია, მეორე მხრიდან ორი დასკვნა, ორი ურთიერთსაპირისპირო დასკვნა. ახლა იმ მეორე დასკვნაში ფსიქოლოგი გამოვიდა ევრონიუსი ვნახე და თქვა, ის ერჩის ხალხს, ვინც მის შეხედულებას ეწინააღმდეგება, ეს ერთი. ვის სადაო მეტყველება შეამჩნია. ასეთი სიტუაცია იმედზე იყო რაღაცა ჩვენთან. იმათ ყველას მოღალატეთ აღიქვას. ფსიქოლოგებმა ამ დაავადებას თავისი დასახელება დაარქვეს და ქონია ამას დასახელება და მე ვერ დამახსოვრე ჩემო კარგო და ეს სიტუაცია არის ალბათ ситуация для размышления, мой хороший. Хорошо, спасибо, დიდი მადლობა. 2:40:00:30 არის ჩვენ ტელეფონის ნომერი. არ მოვიდა ბატონი მერაბი? მოდის? ხო. ალო? ეთერში ვარ. ეთერში ხართ კი? ტრამპს ბატონმა მიხეილმა ორჯერ უთხრა საუბარში, როდესაც აჩვენა ქუთაისის პარლამენტის შენობის მაკეტი რა აქტიალური მინდორი იყო. მისთვის მემორიალი არ არსებობდა. არც საქართველოში არ არსებობს არაფერი 2003 წლამდე. კი აქვს. აქტიალური მინდორი იყო საქართველო. მე რო არ ყოფილიყავი, დენი არ იქნებოდაო საერთოდ. დენი კი არაფერი არ იყო. ეგ მოვიდა და ავშენდით. კი, თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო გადადექი. კარგი, დიდი მადლობა. დარეკეთ, რაღაცები თქვით, გითხარით, საინტერესო საუბრები მიმდინარეობს დილით. აგერნო. ტელევიზია? დიახ. უგაცრავად. გისმენთ? აი, წინა გამოსვლელმა რო თქვა. რა თქვა, მა? ისა საჩხერიდან რომ იყო. ხო, გზა არა მაქვს, გზაო. ასეთივე მდგომარეობაში არის ონის ხალხი. ორი რუკაზე აღარ აჩანს საერთოდ. რა, ხო აპირებენ აღორძინებას რაჭის. 91 წლის მიწისძვრამ დაგვინგრია სახლები და ვიტანჯებით. უბედურები ვართ იმის მერე ჩვენ და ყურადღებას არავინ გვაქცევს. ეხლა ესე ამბობენ კაპიკებს გადაუგდებთ და ხელს მომაწერინებს რომ მეორეთ აღარ შეგვაწუხონ. გასაგებია. კარგით, 2:40:00:30 არის ჩვენ ტელეფონის ნომერი. დარეკეთ და რაღაცები გითხარით. ალო? ალო? ბატონო შალვა, რატომ გერჩიან? ჩემზე არ აიმღერებენ გვანცა ასე? სიკეთის მეტი რა გიკეთებია? ანუ მეც მინდა რა გიმღერო. ალო? ალო? გამარჯობათ. დივა მშვიდობის შალვა. გისმენთ?
აი გული გწყდებოდა არავის უგინებივარო დღესო და აგერ გამომეცხადეთ ხო? აი ეხა გამოგეცხადე მე. მიდით. სადვა? როგორ ამართლებ შენს ლოგოს? რომელ ლოგოს კაცო? დილა შარვა რამიშვილის. მხოლოდ შენია. რა უბედურებაა, ბრეკავ და ვერ მოусმინე გადაცემას. მთელი თბილისი შენ გიყურებს? ბატონო შალვა, რატომ გერჩიან? სიკეთის მეტი რა გიკეთებია? თუ როგორ არის იქა? ვანცა, სიკეთის მეტი რა გიქნიაო თუ როგორ? რა გიკეთებია? დიახ, გისმენთ. წავიდა ეს ხალი? გინებას აპირებდა და სად არის? ალო? მე გინებას არ ვაპირებ. აბა ესაო? აკეო, თქვენ სხვა ხართ? სხვა ვარ. გისმენთ? ანა ლაპიაშვილი მოვიდა? ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. რას ფიქრობთ იმ გაყინულ ანაბრებზე? მე რას ფიქრობ? რომელიც მოსახლეობას ჰქონდა და მე რას ფიქრობ? და რა შეიძლება ეშველოს ამ ასაკ მოძალებულ ხალხს, ვინც თავისი ანაბრების იმედით იყო ეგ სხვა შორის არის თემა, რომელთაც ინტენსიურად იყო დაკავებული კობა დავითაშვილი. არ ვიცი ზუსტად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ძალიან რთულია მაგ ანაბრების დაბრუნების ამბავი. ის ფული შეჭმული გამქრალია და სახელმწიფომ რა თქმა უნდა საკუთარ თავზე უნდა აიღოს ვალდებულება, მაგრამ რამდენად შეძლებს და რა ვადებში და როგორ ეგ ცალკე თემაა. 240-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? ალო? დიახ, გამარჯობათ. გისმენთ? მეც გახლავართ საჩხერის რაიონი და სოფელი ჯალაურთიდან. აბა. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ნამდვილად ძალიან დიდი პატივი დაგვდო, სახლები გადაგვიხურა, სკოლაც შესანიშნავი აგვიშენა, სამწუხაროდ ვეღარ მოასწრო აი ამ მიღებული კანონების შემდეგ გადაუკეტეს ყველანაირად გზა, რომ 7 კილომეტრიანი გზა გვაქვს გასაკეთებელი, მართლა 2 ხიდიანი მანქანებით ვერ ამოდიან და პლუს ამას წყალი არ არის 21 საუკუნეში აყროლებულ აკოთებულ ჭის წყალს სვამენ ხალხი. თვალით არ უნახიათ ონკანის წყალი ხალხს. ჩაბინძურებული და გაუხრებულია ყველაფერი იქა. 240-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ეს ფოტო შეგიძლიათ გავუშვათ? ალო, ბატონო მიშა, გავაჩერე და ეხლა რა ვქნეს პატრული ამბობს ვითომ ესეთი მინაწერია, კაი ფოტოა. კაი, ვაგრძელებთ, ალო? ალო? გისმენთ. შალვა, მე ის ხალბატონი ვარ, რომ გამითიშეთ. მე არ გამითიში, არა. შენ გამითიშე? არ მათქმევინთ თავარი სათქმელი, მე გაგეხუმრეთ ის, რომ მთელი თბილისი თქვენ გიყურებთ ხო და გამიყვანეს ეთერიდან და ეგ არ არის სწორი რა. ხო, არა, ხო დაბრუნდით, მე მოგიკითხეთ. არა, დაბრუნდით, ძალიან ძნელად იკრიბება და მოგიკითხეთ კიდევაც. კი ბატონო, ბძანეთ. ხო. მე ახლა არ გეგონოთ, რომ მარტო ამ პრობლემით ვარ დაკავებული, ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგრამ ეს წავიკითხე, ბოლო წერილია ჩემი და თქვენი აზრი მაინტერესებდა ამაზე. რა წერილი? ასავალ-დასავალში ჯაბახუბუას წერილია სანდრო კავსაძის ინტერვიუ, ანუ აღიარება, რომ აი ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებით თუ წაიკითხეთ თქვენ. კი, წავიკითხე, კი. და თქვენი აზრი მაინტერესებდა ამაზე. ამჯერა სანდრო კავსაძის იტყუება ჩემი აზრით. არ ჯერა რაღაც. ეგ ახლა აღმოცენებული ტიპების, რომლებიც რაღაცებს ვიბრალებდნენ. არა, ბევრი ისნება და იმიტომ. არ ჯერა. ხო, რა თქმა უნდა, დაუჯერებელი რაღაცაა. ხო, და რა ვქნა, ამჯერა ასავალ-დასავალში გამოქვეყნებული ძალიან ბევრი ინფორმაციის ამჯერა. პირველ რიგში მიცვალებულზე არ შეიძლება ეგეთი. სანდრო კავსაძის ვინ არის არ ვიცი და ამჯერა სანდრო კავსაძის ინფორმაციების. 240-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? ალო? გამარჯობათ. ალო? ალო, გამარჯობა შალვა. და იქნება აღარ მოვიყვანოთ სტუმარი, შეიძლება? ხო და დღეს სტუმარი არ გვექნება ეს, არ გვეყოლება. ნუ რა 20 წუთი რა ველაპარაკოთ. კარგი, 240-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? შალვა, გამარჯობა. გამარჯობათ.
მე მაინტერესებს იმ ქალბატონის და მამაკაცის დამოკიდებულება დღევანდელ ქართულ რეალობასთან დაკავშირებით, რომ ასე გულგრილად შეუძლიათ უყურონ პოლიტიკურ პროცესებს. ეთყობა ვერაცნობიერებენ, რომ პოლიტიკა ნებისმიერი მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას და სიცოცხლეს ეხება. ეს არის ტრაგედია, სწორედ ამაშია ჩვენი პრობლემა და ნუ თუ ვერ ხედავენ რამდენი ახალგაზრდა, რომელიც იძულებით გადასახდა საქართველოდან სოციალური პრობლემების გამო, რომ იქ საარსებო მინიმუმი ეშოვა და ოჯახს დახმარებოდნენ და დაიღუპდნენ და ჩამოასვენეს ყდრების სახით. თუნდაც ამ ოჯახების მდგომარეობა არ უნდა გაითვალისწინონ, ანალოგიური ხმის მან დაიფაროს და მათ რომ დამართვოდათ. ასე ხო აღარ იაზროვნებდნენ და ილაპარაკებდნენ. ესე იგი, რა ხდება ფაქტობრივად? ქართველი ხალხის გადინება ხდება იძულებით საქართველოდან ამ ბინძური პოლიტიკის გამო და ზანგებით ივსება საქართველო. დიდი მადლობა. რეკლამა და შემდეგ სტუმართან ერთად დავბრუნდებით. ჩვენ ეთერში ვართ, მერაბ თავაზე მოვიდა ჩვენთან სტუდიაში. მოგესალმებით ბატონო. მოგესალმებით. როგორ გძანდება? აი, ჩვენ საუბრობთ ახლა, სანამ რეკლამა იყო თოჯინები იცინიანზე, სადაც თავი როლი შეასრულეთ თქვენ. და იყო 62, 63 წელი. 62 წელია ვიკიპედიაში. ხო. ხო. დიდი დრო გასულა რა. დიდი დრო გასულა 50 წელი და კიდევ უყვართ და ახსოვთ ეს ფილმი. სოჭერს თითებზე ჩამოსაფრელია ეგეთი ფილმები, რომელიც ამდენს უძლებს. აი ამდენს არ მოძველდა იქ რისი ბრალი შეიძლება ეს? ნუ რისი ბრალი ახლა პირველ რიგში ეს არის თვითონ სიუჟეტი, რომელიც მართლა ისეთია, რომ ძალიან საინტერესო. კომედიური, საინტერესო, დრამატურგიულად გამართული. ყველაზე დიდი წარმატება აქ იყო, იმიტომ რომ მსახიობები იყვნენ შეჩერჩია. მარინა თვილელი, ეროსი მანჯგალაძე, სესილე თაყაიშვილი. თქვენ რამდენი წლის იყავ? მე გავხდი 20 წლის მაშინ. ეს ალბათ ეს არის აი თავბრუდამხვევი წარმატება იყო მაშინ 20 წლის ბიჭისთვის, ხო? ეს რაღაც ფანტასტიკა მოხდა. ხო, არა, იცით? ეს მეორე ფილმი იყო, ჩემი. მანამდე იყო ზღვის ბილიკი სურათი და იქიდან უკვე და მაგრამ იცით რა არის მაშინ იმ პერიოდში თავბრუდ დამხვევ წარმატებას კი საერთოდ ქართული კინოს გამოშვება, გამოვლენა იყო თვითონ. ერთი ფილმისაც კი, ხო? კი, რა თქმა უნდა და მე მახსოვს ოთარ გობერიძე ყვებოდა ხოლმე ადრე-ადრე. ვიყავიო ჩვეულებრივი მსახიობიო სოხუმის თეატრისო რაღაცაო და ერთ დღეს გავიღვიძეო და ბაშიაჩუკი ვიყავიო და მთელმა საქართველოს უცებ აი ესე ხდება ხოლმე რა. რაც დღევანდელ დღეს არ არის. ხო, იმიტომ რომ ბევრი საშუალება აქვს ადამიანებს რომ ნახონ რაღაცეები და იქ ერთი ფილმი რო გამოვიდა თუნდაც ქალაქში 2-3 კინოთეატრში ასობით და 1000-ობით ადამიანი ნახულობდა, ხო? კი. რიგები იყო რაღაც. თავში ხომ არ აგივარდათ იმ წუთში. აი, აპარტამენტების შეგრძნება ხომ არ გაგიჩნდა 20 წლის ბიჭს. არა. როგორ გამოერიეთ? ძალიან რთულია. ეს პიროვნებაზეა ალბათ დამოკიდებული, ხო? ვინ როგორ რანაირად აღიქოს. ჩემთვის მაგალითად მე ისეთი კარგი სკოლა მქონდა მანამდე გავლილი ბატონ სერგო ზაქარიაძესთან ამ ბუმბერას მსახიობთან რომელთან ერთად მე აი მთელი ეს ფილმი ჩავატარე რასაც ზღვის ბილიკი ქვია და ის იყო იმდენად აი აბსოლუტურად განსხვავებული მსახიობი იყო აი რაც მე ვიმუშავე მე თეატრშიც კინოშიც ყველაფერი და იმისგან გამომდინარე მე ალბათ არანაირი ისე არ მექნებოდა იმიტომ ვიცოდი რომ ეს არის პროფესია ეს არის შენი მუშაობა ბატონო მერაბ ერთია როცა ხარ მსახიობობისკენ მომართული მსახიობი ხარ სულით ხორცით ხო და მეორეა როცა კინორეჟისორი ხდები ეს ორი განსხვავებული პროფესია ნუ ჩვენ ვიცით მელ გიბსონი მაგალითად კლინტ ისტვუდი რომელიც არის გენიალური მსახიობიც და ძალიან მაგარი რეჟისორი და ვერ გააკვირ რომელი უფრო მაგარია კლინტ ისტვუდზე ხო ვერ იტყვი სად უფრო მაგარია მაგრამ ნუ იშვიათობაა მაინც ეს თქვენ რეჟისორიც ახართ და მსახიობი როგორ გახდით ანუ გადასაღებ მოედანზე ყოფნამ გაფიქრებინათ რომ აი მე ამას უკეთესად გავაკეთებ არა ეს რა არის ეს ამბიცია საერთოდ ამბიციის გონის გამო არ არის ეს კინორეჟისორობა ეს არის ან ხარ ან არა ხარ ხედვა გაქვს ან არა არა გაქვს რა თქმა უნდა ხო და როდესაც ნუ ახლა ეს პერიოდი რაც მე კინოში გავატარე და ეს ჩემი აი სამსახიობო კარიერა თუ შეიძლება ასე ითქვას ეს იყო დასაწყისი რა მაგრამ აი სულ ყოველთვის იყო ტოლვა იმის მიმართ რომ
აი კინო გადაგეღო კინო და გეთქვა შენი სათქმელი კინოში. კინო მარტო ის ხო არ არის დაატრიალო ფილმი. არა, შენ გამოკიდებული უნდა გამოხატოს. ხო და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რისთვის მოდიხარ კინოში. იმიტომ რომ ფილმი გადაიღო. აი თქვენ გადაიღეთ განსხვავებული ფილმები. ბრავო ალბერ ლოლიში და თვის ნოველა, ხო? არა, მანდ იყო პირველი ხო თვის ნოველა იყო, ეს იყო ნუ პირველი სურათი იყო ჩემი სადიპლომო, რომელიც იყო აბსოლუტურად განსხვავებული ყველა სურათებისგან. მე გადავიღე მე დავბრუნდები, რომელიც იყო პოეტ მირზა გელოვანზე, ალოშა საჯაიაზე, ლადო ასათიანზე, კი, ხო, ნუ ეს რაღაც ისეთი სურათი იყო, მაგრამ მან დაინტერესება მაგ სურათში იყო იმდენად რამდენად მე ის კი არ მაინტერესებდა დაუშვათ აი ხა გადამეღო კონკავშირის რაღაც ის იყო დაკვეთასავით იყო ეს თითქოს ეს იყო ძალიან კარგი დაპირისპირება ორი მოვლენის 37 წელი და ახლოს იყო 41 წელი. კი, როდესაც წავიდნენ ფრონტზე. რო წავიდნენ და აქ როგორ 37 წელი გაიარა ხალხმა თვითონ აი ამ საზოგადოებამ, რასაც ქვია პოეტები, მწერლები ყველა და უცებ ხდება 41, რომელი უფრო საშინელებაა 37 წელი თუ 41. აი ამის დაპირისპირება მინდოდა მაგ სურათში და ძალიან აგრესიულად შეხვდნენ მაგას. თუმცა 82 წელია და ამდენი თავისუფლება თქვენ იმ სურათში არ თქმა უნდა, არა. მე მომივიდა მაგალითად იმიდან ესეთი დაწესებულება იყო მაშინ მოსკოვში, გლავპურ, გლავნე პოლიციის უპრავლენიის ერქვა და თუ თქვენო გააგრძელებთო ესე წერასო და მე სცენარის ავტორი, ჩემი სცენარი იყო ესა, თუ და ჩვენ აგიგზავნოთო წერასაც და რეჟისურასაც. აი ესე დონეზე იყო დაყენებული საქმე. ხო და გადარჩით ესე. ნუ გადარჩით. ხო. აი ეს წლები როცა თქვენ იქ მოვაწეობდით, ქართული კინოს აღორძინების ხანადაც შეიძლება ჩავთვალოთ. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ეს უკვე 70-იანი 80-იანი წლებია, ეს ბევრი ფილმი გამოდის უკვე. სასწაული ფილმები. ხო. კინოსტუდია ქართული ფილმი არის მნიშვნელობით ალბათ ან მეორე ან მესამე საბჭოთა კავშირში. წამყვანი იყო ყოველთვის. მოსფილმი იყო და ქართული ფილმი. ნუ შეიძლება ლენფილმი არ ვიცი ხო, ლენფილმი ხო, შედარებით. დოჟენკო, მაგრამ ნუ არა, ქართული ფილმს განასხვავებდა ის, რომ ის თვითყოფადი იყო ძალიან. ნუ რატომაც გიზდებოდნენ ამ კომედიურ ფილმებზე ქართული იუმორის, მაგრამ ამავე დროს გადიოდა ისეთი ფილმები, როგორც იყო მონანიება მაგალითად. აი ესეთი ოთარიოსელები. კი ბატონო, გამოხდა ხანი გავხდით გამოკიდებლები თქვენ ერთი ფილმი ამ პერიოდში გავს გადაღებული და ნუ მე უკვე რაც ხდება ის ხდება. გაქვთ თუ არა რაღაც გარკვეული, ოღონდ გულსავნად მიპასუხეთ ნოსტალგია იმ ხანისადმი, აი საბჭოთა კავშირის დროინდელი საქართველოსადმი. არა, იცით, აი გუშინაც საუბრობდი, ჩემ მეგობრებთან ერთად ვიყავი და საუბრობდი რა იყო, იცით, რომ ნოსტალგია წარმოუდგენელია რომ კონდეს, იმიტომ რომ ყველამ ვიცით რა ხანაც იყო ეს და ყველაფერი, მაგრამ ისი ძალიან ბევრი გასაკვირად ხელშეწყობა იყო იმისი რომ აი ყოფილიყო რაღაც აი ქართულ კინოზე თუ საუბრობ ჩვენ ხო აი ქართული კინო სწორედ იმ პერიოდში იყო ძალიან ძლიერი და როგორ ახერხებდა ქართველი რეჟისორები თვითონ ხელმძღვანელობა თქვა კინოსტუდიად აი როგორ ახერხებდა ეს იყო მართლა ძალიან საინტერესო მაგრამ მართლა ჭეშმარიტად კარგი ფილმები იბადებოდა ხო დღევანდელ დღეს ჩვენ ყველა ხედავთ რა მდგომარეობაშია ქართული ფილმი, საერთოდ თუ არსებობს ეხლა. არა, იღებენ ფილმებს, ეს არის წელიწადში 4-5 ისეთ რა ეს არ არის ის პროდუქცია, რაც უნდა გააკეთოს ქართველებმა, რომელიც არის აი მოწოდებით არიან აი კინოს მიმართ, რა და სუსხანაა გამომწვევი პრობლემა საქართველოში დრამატურგიული სკოლა დაიკარგა ქართული, ანუ კინო პირველ რიგში იწება სცენარით, ამბით ამბავი უნდა მოვიყვე. დრამატურგია აქვს თავის ამბავს, ხო, ეს არის კლასიკური ისწავლება, კლასიკურად ისწავლება უკვე ძველი ბერძნებიდან მოყოლებული, უნდა შეკრა კვანძი გახსნა და ასე შემდეგ. ეს პრობლემა გვაქვს ახლა, კვანძის გახსნის პრობლემა გვაქვს. შეკრის გვაქვს. არა მარტო კინოში, ალბათ სოციალურ ვითარებაში ყოფს. თქვენ აქტიურად ხართ, აქტიურად როგორ თქვენ პოზიციებს აქტიურად გამოხატავთ პოლიტიკურ პოზიციებს, ხო? არ გერიდებათ. თუ ეს ჩემი საქმე არ არის, ყველამ თავის არა, როგორ გეგმდება. ხო არ ეგეთი მეგობრებო. არა, ჩემი საქმე არ არის, ესეთი რამე არ არის. მე ძალიან იცით რა არის, რომ გააჩნია როგორ რა სახით უნდა გამოხატო ეს, უბრალოდ აი ილაპარაკო და არაფერი. უნდა გააკეთო რაღაცა რომ თქვენ რას აკეთებთ? ლაპარაკის გარდა. მე გარდა ეხა კინოსი ვაკეთებ რა, ჩემი თეატრი მაქვს, თქვენ იცით ძალიან კარგად, სამეფო უბნის თეატრი და მიუხედავად იმისა, რომ მართლა ძალიან გვიჭის, ჩვენა ვართ
თვით დაფინანსებაზე და იმაზე, მაინც ვახერხებთ ისეთი სპექტაკლების გაკეთებას, რომელიც ძალიან საინტერესოა და ალბათ ყურადღება. ეხმიანება თქვენი სპექტაკლები. ხო, აი ხა გავაკეთეთ გამოუშვა ჩემმა შვილმა ნიკო თავაძემ და ჩემი შვილიშვილი თამაშობს დათა თავაძე. გავაკეთეთ სპექტაკლი სტრეპტიზი ესე ქვია. სტრე და რასტრი. ასტრი. ხო და რა ხდება, ვინ იხდის? ვინ იხდის? აი ეს თუ დაგაინტერესებთ შეგიძლია მოხვიდეთ და ნახოთ. ეს არის უკვე ძალიან საინტერესო სპექტაკლია. სადაც არის ლაპარაკი თავისუფლებაზე, შინაგან თავისუფლებაზე, ადამიანის თავისუფლებაზე. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოქმედი გმირები ვინ არის? ორი არის, ერთი არის დათა თავაძე და პატა ინაური. ვის როლს ასახიერებენ? ვის ასახიერებენ? პერსონაჟები არიან. აი ადამიანები, რომელიც ცხოვრობენ აი ამ სამყაროში, რომელიც ხდებიან რაღაც გარკვეულ ვითარებაში ხდებიან და იქ ხდება აი ეს ყველაფერი, რაც ეხლა სანახავთ. პიესის ავტორი? მროჟეკი. ადაპტაცია გაუკეთეს. ეს არის ვის არ ქვია? არა, თვითონ არ ზუსტად მიდის ისე, ეს არის პოლონელი ავტორი, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობდა. ძალიან დიდი ხანია ნიკოს აინტერესებდა ეს თვითონ ეს თემა ყველაფერი და აი გააკეთა. ჩვენი საქმე რა არის, რომ ჩვენ უნდა ვაკეთოთ ან ფილმი უნდა გადავიღოთ. დავით მესეს, რა მე იცით რა ხალხს უნდა ეს? რატომაც მე მგონი უნდა, იმიტომ რომ აი რასაც მე უყურებდი მაგალითად გუშინ წინ იყო პრემიერა გავსებული დარბაზი, ძალიან დიდი აჟიოტაჟი, ემოცია. ხო, მე იცით რა არის, რომ ძალიან კარგია, როდესაც პირდაპირ არეუბნები ადამიანს საქმეს, არამედ თვითონ რო ხდება, ამით кайფობს. აი ზუსტად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო, ალეგორიულად ნათქვამი კი. ანუ რაღაცნაირად იმიტომ მოდიან ალბათ თქვენ ესე ამბობთ, რომ აი თვითონ რო ამ პროცესში არიან თავად. რა თქმა უნდა. ქმნიან თავად აი ამ. რა თქმა უნდა, როცა მონაწილეები ხდებიან, აი თვითონ მიდიხარ იქამდე. ამიტომ თქვენ ბიუჯეტი არ გაფინანსებთ? არა. ეს არ არის ხო ისეთი აკადემიური თეატრი? არა, აკადემიური არ არის, აქ არის ლაბორატორია საერთოდ. ნუ გადარჩენაზე არა, თუ გადარჩი თუ არა და ნუ ვერ გადარჩები და დაიხურებ. ანუ თეატრი მთელი კომუნალური გადასახადები, შენობა, ყველაფერი თქვენზეა. აბსოლუტურად. და ხართ ბილეთებზე? ბილეთები რა თქმა უნდა. ანუ მე ეხლა ველაპარაკები თეატრის მენეჯერს, რომელიც არიღებს ბიუჯეტიდან დაფინანსებას და არის სამხატვრო ხელმძღვანელი. ხო, კი ბატონო, ნებისმიერ შემთხვევაში ფლობელი ვინ არის? მე. ხო, ანუ ეს თეატრი არიღებს გადასახადის განაღწევას და ფულს და არის მხოლოდ გამომუშავებას. რა თქმა უნდა. ნუ ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ მე მართალი ვარ, როცა მოვუხ, რომ კარგი თეატრი გარკვეულწილად შეუძლია საკუთარი თავის შენახვა. მაგრამ კი, შეუძლიათ, მაგრამ სოფლიოში ეგრეა ესეთი ის არის, რომ აუცილებლად ყავს დამფინანსებელი, აუცილებლად, სპონსორი, ხო. იმიტომ რომ თეატრი თვითონ ეხლა იცით რა არის, რომ შევადარო დავუშვათ ის მსახიობები, რომელიც ნუ სადღაც მუშაობენ, თუნდაც ბროდვეიზე და გინდათ სხვაგან, მათი ანაზღაურება და ჩვენი მსახიობების ანაზღაურება სასაცილოა, საერთოდ რო ილაპარაკო იმაზე. ადამიანი საათნახევრის 2 საათის განმავლობაში მუშაობს, ძალიან ბევრ ამას აკეთებს, ნაწილს თავისი ცხოვრებისას დებს და უცებ გამოდის, რომ ნუ კაპიკები ანაზღაურება. თქვენ ხო კარგად გესმით, რომ თუ თქვენ თავისუფალი თეატრი ხართ და ასეთ თავისუფალ იდეებს ავრცელებთ, არ შეიძლება რომ ბიუჯეტიდან დაფინანსება გქონდეთ, ან კეთილგანწყობილი იყოს თქვენდამი რომელიმე კორპორაცია, ან ფირმა, რომელიც რატომ? არა. შეიძლება? რა თქმა უნდა. გააქვთ ამისი? რა, იმედი თუ რა? როგორ შეიძლება თქვენ ესე იგი იძახით, რომ გამოხატავთ თქვენს პოზიციას ღიად, არ გეშინიათ, ხო? რა თქმა უნდა. ჩვენ აგერ ნახავ, ხედავ თეატრებში რა ხდება. მოზარდ მაყურებელთა თეატრში ხდება საშინელება, არ ვიცი. ადამიანი თუ არა ყველაფერი საშინელება. ხალხი გამოყარეს და გამოუშვეს ეგ არაფერი. შეიძლება გამოუშვა. არა უხსნია. დაუშვათ, გამოუშვათ. რანაირად უნდა დაუშვათ. კარგი დაუშვათ, მაგრამ ხო უნდა უთხარო წადიო, რა, გამოგიშვიო, ხო უნდა არც უთქვა. და ეს ყველაფერი პოლიტიკური ნიშნით ხდება, ხო? არის დიდი ეჭვი, რომ თქვენ ამბობთ, რომ შეგიძლიათ დადგათ სპექტაკლები, ილაპარაკოთ რეალობაზე და ამავე დროს გქონდეთ იმედი, რომ ხელისუფლება რაღაცნაირად დაგაფინანსებთ. ამ ხელისუფლებას არა, ისეთ რა არის? არავინ. ხელისუფლება მაფინანსებს, იმიტომ ხო არა, რომ ის თავისი ფულს იხდის მარტო, რა ქვია, მაფინანსებს. ხელისუფლების დაფინანსება კი არა, ხელისუფლებას უნდა აინტერესებდეს, როგორ იზრდება თეატრი, რა დონეზეა თეატრი. ჩვენ ქვეყანაში ეს არა, ყველა ქვეყანაში ესე უნდა იყოს და ჩვენ ქვეყანაში საერთოდ არაფერი არ არის და ამიტომ რატო ვილაპარაკოთ იმაზე, ეს მაგალითი არ არის.
ის რაც თქვენ ფაქტი მოიყვანეთ ახლა მოზარდ მაყურებელთა თეატრთან დაკავშირებით ეს არის იცით რა ეს არის ერის კატასტროფა თუ შეიძლება ეს არის კატასტროფა სრული იმიტომ რომ ჯერ 20 მსახიობი გამოუშვა თეატრიდან და მერე 40 გამოუშვა ანუ თქვენ წარმოიდგინეთ 60 მსახიობი რომელიც მე არ ვიცი რომელ თეატრია 60 მსახიობი ჯერ ამ ხელა დასია ხო ანუ პრაქტიკულად რაზე ჯდება თეატრი რა რეპერტუარი აქვს რა არის როგორ არის და მე ვინ მსახიობები გამოუშვეს მე ხა ძალიან დიდი ნაწილი ჩემი მეგობრები არიან ჩემთან ერთად დაამთავრეს ინსტიტუტი ხანდაზმულება ეს არის ცნობილი პოპულარული პროფესიონალი ეს იცით რა არის ეს არის თვითნებობა რაღაც იცი აღვირახსნილი ბავშვის ის რო არის რა სული კაპრიზიც კი არა ეს არის უფრო დაბლა რო ჩავიდა ხო ცხადია როცა არის თეატრისადმი ხელოვნებისადმი ესეთი მიდგომა რომ თუ შენ ჩემი მეგობარი არ ხარ ჩემი მტერი ხარ და შენ არ უნდა გქონდეს საშუალება რომ საერთოდ კოშმარი ეს რა ლოგიკა არის საერთოდ რა თქმა უნდა და იცით კიდე რას დავაკვირდი რომ პროსახელისუფლებო კულტურა დარე ხარისხის არის ყველა ქვეყანაში და ჩვენთანაც ესეთი გახდა ის გვარებსახელებს არ დავესახელებ გვარებსახელებს მაგრამ ის რეჟისორები რომლის მომწონდა ან მოსწონდა უბრალოდ კონიუნქტურაში რომ მოექცნენ დაერხათ იმათ კი ახალგაზრდებს ჩემი თაობის ადამიანს რომელსაც შევარადის დროს უწინასთან ეთქვენ გენიალურ მომავალს. ეხლა ისინი რომც როცა დგამენ ამ კონიუნქტურულ სპექტაკლებს ქეთოთ და კოტე ავიღოთ ან ნებისმიერი სხვა ხო ნუ ახლა ის აღარ არის რაც იყო. აღარ არის არა? ეხლა რაღაც აი ენერგია მიაქვს ამ ყველაფერს. თქვენ არ ქონიათ ეს ზოგადად აი კონკურსების დროს როცა აკეთებდით. მაშინ არის ხო ესე როცა კონიუნქტურას როგორ არის ენერგია არ მიქონდა ამას ძალიან დიდი კი როგორ არ მიქონდა იცით ეს იყო განუწყვეტელი ბრძოლა იმიტომ რომ ნუ იმათ თავიანთი იდეოლოგია ჰქონდა და ამ იდეოლოგიაში უნდა ჩამჯდარიყავი ყველანაირად და ამიტომ მაგრამ რა იყო იცით ქართული ფენომენი საერთოდ გინდათ თეატრში აიღე გინდათ კინოში აიღე ეს იყო რაღაც აი საოცარი თავისუფლება რომელიც გააჩნდა რეჟისორებს და მსახიობებს და აი ხალხს ვინც გარშემო იყო ხა ძალიან ბევრი იყო კომუნისტური პარტიის ლიდერი თქვათ რაღაცა მაგრამ შინაგანად ის რაღაცებს ახერხებდა სამწუხაროდ ჩვენ დავაგვიანეთ არა დამთავრებისკენ მივდივართ გვაქვს კიდევ 3 წუთი ამიტომ მინდა შემდეგი რამ გკითხოთ აი მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით თქვენ ამდენი ხანი გიცხოვრეთ, ამდენი საქმე გაქვთ გაკეთებული. თქვენი მოსაზრება ბევრისთვის შეიძლება საინტერესო და საგულისხმო იყოს. როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი რითი დამთავრდება? ეს მოდიფიცირება არის შეკითხვის გვეშველე, მაგრამ მე კახი გავზრდელობ. არა, აუცილებლად გვეშველება, იმიტომ რომ ეს არის კანონზომიერი. სხვანაირად არ შეიძლება რომ მოხდეს. იცით, აი ვერ წახვალ რაღაცის საწინააღმდეგო. ყველაფერს აქვს თავისი ლოგიკური დასასრული და ყველაფერს აქვს თავისი, მაგრამ ეს რაღაც ცოტა დიდხანს გაგრძელდა და ცოტა დიდხანს მოხდა ამის შეგუება, რაც დღევანდელ დღეს ხდება. მაგრამ მიუხედავად ამისა, მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი დასრულდება ძალიან კარგად და სწორად დასრულდება. იმიტომ კი არა, რომ ვიღაცა გაიმარჯვეს. ეს კარგი დაბოლოება იქნება ყველაფრის და იმედია იმისა, რომ დიდი მადლობა მერაბ თავაზე იყო ჩვენი განაცემის სტუმარი, რეჟისორი, მსახიობი, თეატრის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი. დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოგზადეთ. ჩვენ გემშვიდობებით საღამოს განაცემაში სუბიექტური აზრი ვიხილავთ ერთმანეთს.